ჯერ მითხარი რა ამისთანაც ყავის ქურთუკი გაქვს, რომ ესე ხალხი დაიჩოქებს ხოლმე. მოიცა, ხო, ეგ ხა გავიგე, რაღაცა მითხრეს ხო, რომ ყავის ქურთუკზე არის. გააქვს ყავის ქურთუკი საერთოდ, გექნება. არის დუტის. დუტისაც აჩოქებს? რომელიც მოდის პიკია. აჰა, გასაგები. 2 სათაური იყო ესე იგი. ძალიან ბევრი არის. ან თავიდან მითხარი რომელი და რომელი? ესე იგი არის დუტის ქურთუკი, რომელიც მოდის პიკი არის და ადუმებს და აჩუმებს ყველას და მეორე რომელიც უკვე მამაკაცებს აჩოქებს. გასაგები. ეს უკვე არის ტყავის. ანუ შენ ესე მოდიოდი ქუჩაში და მამაკაცები იჩოქებს, რა? რა ფოტო იყო ამისთან? კიდე რა არის ხოლმე რაკიზე? რაკიზე ესე წერენ ჭორებს რა ყველაზე მეტად აინტერესებთ, რატი როდის მოიყვანს ცოლს. იმიტომ რომ ისეთი გაგიჟებული, იმდენი გაგიჟებული გოგო გწერს, რომ აი იქნებათ და გაგვიგოთ, ყავს თუ არა ვინმე, ან მე რამდენად მაქვს შანსები. ეგენი არ ვიცი მართლა მე არ. გეტყვი არ არის პრობლემა. რამდენიც გინდა. მომიყევი, ახლა ის შენთვის ყველაზე სახალისო სათაური რომელი ყოფილა და აი ყველაზე ისეთი მასხარა ჭორია. სათაური არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთ გამოკითხვაში, ანუ რაღაცა მეორე თუ პირველი ადგილი ავიღე რაღაცაში, არ ვიცი, სიმპათიურებში თუ რაღაცა. და იქ კომენტარებში ნუ არ ვიტყურეები ეწერა, არ ვიცი, აი ეს მახინჯი და მახინჯი შენ? ხო და ერთი გოგო იყო, თან ჩემ ვოლზე წერს რა, რომ ისაო რა ქვია. რა შეჭამე თუ ამითიო ტვინიო ამ მახინჯი ბიჭით. ისაო რა, ჩემი ქმარიო ბევრად ლამაზიაო მასეო და ბიჭო ვერ გავიგე ამ. ხო არ იყო ნეტა. თუ თავის ქმარი ლამაზი. ხო, შენ ხო არ იყავი? ლამაზი. შუს დავდე თუ შეიძლება. არ მოეწონა. არ მიჭამია. მე არ ვარ. არაფერი ნუ აი ვერ ვიგებ რაღაცეები, ანუ მაგაზე არის დარდო.